ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო, სასიამოვნოა ისევ თქვენთან შემოსვლა ჩემ არხზე, ვინ შემოდიხართ, ვინც მილაიქებთ, ვინც მიკომენტარებთ, დიდი გამოხმაურებაა. შემეცნებითია ეს ჩემი ვიდეოები პირადზეა, ურთიერთობებზეა და საერთოდ ზოგადად ყველაფერზე შესავლებს ვაკეთებ ხოლმე. და მსმენელიც მყავს და მადლობა ამისთვის. ეხლა აქ ავიღე ორი დასტა, თქვენ უნდა ამოირჩიოთ აქედან პირველი, მეორე და ურთიერთობაზე იქნება, რა თქმა უნდა. პირველი იყოს ვარდისფერი კვარცი. ეს დასტა იქნება ვარდისფერი კვარცი. კვარცით გაგიაძულდებათ არჩევა. მეორე იქნება მთის ბროლი, ესეთი. გავიგოთ მის საიდუმლო ფიქრები, ეს მეორე დასტა. თქვენ აირჩიეთ ახლა ადამიანზეა, პიროვნებაზეა, ვინც გვაინტერესებს, მისი ფსიქიური მდგომარეობა, რა სიტუაციაში, რა მდგომარეობაში, რა ხდება, რა ენერგიებშია, თუ ფიქრობს თქვენზე, თუ გიხსენებთ და თუ აპირებს თქვენთან ურთიერთობის გაგრძელებას. შეიძლება ეს ყოფილია, შეიძლება ვინმე ახალია, ახლა შემოადგა ნაბიჯი რო იტყვენ თქვენ ცხოვრებაში, ან საერთოდ შეიძლება უცნობია და მოდის ხო ახალი პიროვნება. დავიწყოთ პირველი ვარიანტით, Gilded Tarot card. ამას გავწევ აქეთ. მეორეს და ვარდისფერი კვარცი, უპირობო სიყვარული, ანგელოზის ქვა, ჩვენი მფარველი ანგელოზის ქვა. ნახოთ აბა ჯერ რა ენერგიებში ეს ადამიანი ჩაიფიქრეთ, ვინც პირველი ვარიანტი აირჩია. მადლობა თქვენ ჩემი ვიდეოს ყურებისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის და დაიშურებთ, გავცვალოთ ენერგიები. მე ვხარჯავ თქვენთვის, თქვენც ლაიქი ან კომენტარი. რა ენერგიებში ეს პიროვნება ეხლა? სწრაფი რაღაცა გადაწყვეტილება აქვს მიღებული თქვენთან დაკავშირებით, რადგან წარსულში ამ ადამიანს ჰქონდა პრობლემა, აჩვენებენ პირადს, ეხლა ჯერ კიდე წარსულში იყურება, გულდაწყვეტილია, ან ეს ადამიანი წარსულია თქვენი ცხოვრებიდან, რომელიც წავიდა თქვენგან, მაგრამ გაიგებთ რაღაც ახალ ამბავს, შეიძლება შემოგიხმიან. თუ რეზონირდება, სამი კარტი ამოვიღე სიგნიფიკატორისთვის, ხო? ეს ადამიანი ცეცხლოვანია, ენერგიული, აქტიურია, რაღაცა გავლენიანი, თავის სფეროში. არ არის ხელწამოსაკრავი, ისეთი ასტოინი, რო იტყვიან. პიროვნება ჩანს, უფრო მეტი ცეცხლის სტიქია, მაგრამ ჩანს, რომ პირადში რაღაც ნერვიულობას აქვს ადგილი. თუ რეზონირდა, გააგრძელეთ ყურება. თუ არა და ორივე ვარიანტსაც შეიძლება უყუროთ, იმიტომ რომ პასუხს სამყარო გამოგიგზავნით. ეხლა რა მდგომარეობაში ეს ადამიანი, ვინც აირჩია პირველი პოზიცია, ვინც ეხლა ამ ვიდეოს ყურებს, რა მდგომარეობაში ეს ადამიანი ზოგადად? თუ ფიქრობს თქვენზე და რა კონტექსტში ფიქრობს, როგორ გიხსენებთ? თუ წარსულიდან არის, თუ აპირებს თქვენთან ურთიერთობის გაგრძელებას? რა პრობლემა უდგას ამ ადამიანს, რაც გიშლით ხელს თქვენ და მას რო იყოთ ერთად? და რჩევა, ღირს ამ ადამიანთან ყოფნა. მთლიანობაში ამოვიდა ქალი, ძალიან აქტიური, შეიძლება ეს თქვენ ხართ, დაინტერესებული ამ ადამიანით. ნახოთ აბა რა მდგომარეობაში ეს ადამიანი ჯერ. ქალი ამოვიდა და ვნახავ, ხო, გადავხედავ კარტებს, რა ინფორმაცია მოდის, ვინ ქალია, ვინ არის. ეხლა არის ძალიან კონფლიქტურ სიტუაციაში, გარიყულივით, თავისი
იმპერატორული ზრახვები რაღაც დაკარგულივით არ აქვს, იმიტომ რომ კონფლიქტშია შეიძლება თქვენთანაც, არა მარტო თქვენთან, აქ აჩვენებენ ერთ ხუთ პიროვნებას მაინც. ნუ ყოველ შემთხვევაში გაღიზიანებულია. რა ზრახვები, რა ფიქრები აქვს და აქ ამოვიდა დამალული ფიქრები ისევ ისე, დაუმთავრებელი სიტუაცია. თქვენსა და მას შორის, რომც იყოს წარსულიდან, ამოდის აქტიურობა მისი მხრიდან, ინტერესი თქვენდამი, ამოდის დიდი გრძნობათა ღელვა, ის რომ მოხიბლულია თქვენით და ის რომ საყვარლობა ინტიმური სიახლოვე უნდა, ну ფიქრობს, თქვენზე ნამდვილად ფიქრობს, რა გიშლით ხელს, რა გიშლით ხელს. გიშლით ხელს მაგია, ქალისგან გაკეთებული, ეხლა დაირკვა ყველაფერი. ავტორიტეტი კაცისგან გაკეთებული მაგია, ქალისგან გაკეთებული, რომ თქვენამდე არ მოვიდეს. ესეთი ინფორმაცია მოდის და რჩევა რა იქნება. ნუ სამართლიანობა აღდგება, რაღაც ორი პერიოდი სჭირდება დრო ამ ყველაფერს, ამ პროცესს, იმიტომ რომ აქ მაგიური ჩარევაა. პირდაპირ ამოვიდა თქვენზე და ეს ქალი იმიტომაც ამოდის გააქტიურებული, რომ თქვენამდე არ მოვიდეს, ანუ არის რაღაც მაგიური ჩარევა. და ამან შეგიშალათ ხელი, მიზეზი არის ეს და ეს არის ზუსტად ის ბარიერი და ის წინაღობა და ის თქვენამდე დამაკავშირებელი, ის გზა თუნდაც რომ ეშლება ხელი, უნდა რომ მოვიდეს, ფიქრობს, აგერ ჩანს, რომ კაცი ნამდვილად შეყვარებულია, მაგრამ ამ მაგიურმა ჩარევამ მასაც დაარტყა ფინანსებზე, როგორც ჩანს, გარიყულივით არის და თქვენზე ხა მე არ ვიცი როგორ გადმოვიდა თქვენზე, ინდივიდუალურად იშლება, ეს საჯარო ინფორმაცია მოდის ასეთი, ზოგადი, მაგრამ როცა ვშლი ინდივიდუალურად უკვე ყველაფერი პირდაპირ უსვავ კითხვას და გპასუხობს, ხო? ამიტომ რთულია ეხა დეტალებზე საუბარი, ფაქტია, რომ მუშაობს რაღაც შემოსავალი აქ წელებზე ფეხს იდგავს, ეს დაფარულიც high price-ის და მაგი ერთად დაჯდა, რაც ნიშნავს, რომ ჩარევაა და იეროფანტი აქ ნიშნავს ავტორიტეტს ვიღაცა, ვინც გააკეთა იმაზე, რომ სიყვარულზე და რა თქმა უნდა ფულზე. რომ ამ ადამიანს შეშლოდა ხელი არ მოსულიყო თქვენამდე და ქალის აქტიურობა. კარგი, როდის გაულის მაშინ ეს მაგიური ჩარევა, რახან ესეთი ინფორმაცია მოდის პირდაპირ კარტებისგან, რამდენ პერიოდში, იმიტომ რომ ყველაფერს ვადა აქვს და მით უმეტეს ჯარჯმენტ ამოდის, რომ იმ ქალსაც კარგი დღე არ დაადგება, ბუმერანგის კანონი არსებობს, მეუბრუნდება ყველა ვარიანტში, რამდენ ხანში. ხო, ჯერ უნდა მაგრად დაიტანჯოს, იმიტომ რომ პირდაპირ დარტყმაზეა გაკეთებული და წარსული გაიხსენოს, ანუ წარსულის ადამიანია ეს, ვინც გაუკეთა ეს ქალი. განულდეს, გასულელდეს, ტვინი აერიოს პირდაპირ. და დაიწყოს ფიქრი ამ ქალთან შერიგებაზე, ანუ ვინც გააკეთა. თქვენთან მიმართებაში რას გამოავლენს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მაგიური ჩარევა, რას გამოავლენს თქვენთან მიმართებაში. სამი პერიოდის შემდეგ სიყვარული მაინც გაიმარჯვებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩაკეტილობაა ეხლა და მაჩვენებს მიზეზს, რატომაც აღარ მინდა ეხლა ამ ცუდზე და უარყოფითზე გავაკეთო აქცენტი, მე მგონი მიხვდებით, აუცილებლად მოვა, იმიტომ რომ უყვარხართ ამ ადამიანს. და ის ხელშემშლელი, ანუ ნახეთ, პირდაპირ გაკეთებული აქვს და შველა ჭირდება, გაწმენდვა უნდა, ლოცვები უნდა, ეკლესიაში სიარული, თქვენც უნდა ილოცოთ ამ ადამიანზე. ამიტომ რომ გამონათება აქ ჯერ არა, 3 თვე მაინც უნდა და მერე სტაბილურობა დგება ამ ადამიანის ცხოვრებაში და მოდის ისევ, ანუ სიყვარული რა, სიყვარულს
ანუ გულს ვერ ეხებიან, გონებას ურევენ, მაგრამ გულს ვერ ეხებიან. ეხა ჩაკეტილია, რა აზრი აქვს, ნუ მაგიური ჩარევა აქვს და კი აქვს გრძნობა, მაგრამ ხელი ეშლება. არ მოყავს იმ რაღაც ბარიერს და ვიცით რაც არის ის ბარიერი. კარგით, პირველ ვარიანტთან ესე იყო. ეხლა ვაგრძელებ მეორე ვარიანტთან, ვინც აირჩია მთის ბროლი. რა მდგომარეობაში ეს ადამიანი, რა ხდება, რა ენერგიებშია. აბა ჩაიფიქრეთ, ეხლა თქვენი სასურველი ადამიანი მეორე ვარიანტებო. ნახოთ, აბა ვინ არის ეს ადამიანი? რა ხდება მასთან? ეხლა რა ენერგიებში რა ხდება მასთან? რას ფიქრობს თქვენზე? რა გრძნობით არის თქვენს მიმართ? თუ გამოავლენს თავს და რამენაირად თუ გამოჩნდება, თუ არ მოდის და თუ შეწყვეტილი აქვს ურთიერთობა, რა გიშლით ხელს რო იყოთ ერთად? ხელშემშლელი ფაქტორი, ხო? ნახოთ. და რჩევა, რა იქნება? თქვენსა და მას შორის, ვინც ეხა მეორე ვარიანტი აირჩია, ნუ აქ ჩანს სტაბილური ადამიანი, მყარად რომ სტაბილურად არის, ჯერჯერობით ესე ამოდის. ნახოთ, ეხლა გავშალოთ კარტები და ვნახოთ. ესე იგი, რა მდგომარეობაშია და გულდაწყვეტილია, საქმოსანი, როგორც აქ ამოვიდა, ფულიანი, საქმოსანი, ბიზნეს, რა ვიცი, რაღაცა თავისი აქ რომ მოკლედ ფულს შეუულობს, სოციალურ ქსელებთან, სოცმედიებთან რაღაც არ ვიცი რა სფეროა ახლა ზუსტად ვერ ვიტყვი. მაგრამ ეხლა ამ წუთას ძალიან განერვიულებულია, რატომ? იმიტომ რომ ეს ადამიანი მიჩვეულია იყოს გამარჯვებული, ჩანდეს, კონტროლი კონდეს მას და ეხლა ეს ადამიანიც გადის აი ამ კარმულ პერიოდს თქვენთან მიმართებაში ძალიან დიდი უნება აქვს. ძალიან დიდი უნება აქვს. ისეთი უნება აქვს, რომ აი ეშმაკი შეუჩდაო, ამაზეა ნათქვამი. ეხლა ამ მომენტში, ნუ გრძნობა აქვს და როცა ცალია, იმიტომ რომ საქმოსანია ჩანს და სულ რაღაც ვითარებებშია, ეშლება ხელი რომ მოვიდეს თქვენთან. რა დაბრკოლება აქვს, რა უშლის ხელს, ხო? რა უშლის ხელს, რომ თქვენამდე მოვიდეს. ნუ აქ მუშაობას მაჩვენებენ, როგორც ჩანდა, უშლის ხელს ძალა. ნახეთ, ძალა, ბნება, უშლის ხელს ის, რომ ვერ გცილდებათ, ვერ გივიწყებთ, სულ ტრიალებს ერთი და იგივე ადგილას. ან თქვენ ხართ ძლიერი ამ ადამიანზე, არა, ნუ ეხლა თვითონაც ძლიერია, udavot. მუშაობს, არ უნდა თითქოს რომ შეეშალოს ხელი. რას გირჩევენ თქვენ? თქვენ გირჩევენ, თქვენ გადასარევი კარტები ამოგდით, ანუ თქვენ სანერვიულო არაფერი არ გაქვთ, იმიტომ რომ აქ როგორც იმპერატრიცა ისე ხართ მისთვის, მოლაპარაკებაზე, ურთიერთობაზე, კონტაქტზე გამოდის და ვაფშე გაგინათდებათ ცხოვრება, მაგრამ თვითონ არის ეხლა რაღაცა ვერ გავიგე, აი ძალიან ისეთ აფორიაქებულ მდგომარეობაში რა არის მიზეზი მისი აი ემფორიაქის. ვხედავ რომ ბევრ რაღაცასაა მოდებული, საქმოსნობს, რაღაცებს აკეთებს, სოციალური მედია, ხალხი, უნდა რომ გამოჩნდეს, შეიძლება ცნობადი არ ვიცი. აი რა ხდება ამ ადამიანის ცხოვრებაში, ვინც მეორე ვარიანტი ჩაიფიქრა და რატო არის ეხლა ესეთ ფორიაქში. ხო, ნუ ფულს აკეთებს რაღაცას, ფულზე აქვს მთელი დარდები და გრძნობები რაღაცას ელოდება. ხო, კი, ნახე, ინოვაციური, შემოქმედებითი, ძალიან აქტიური, მაგრამ რაღაც მომენტში აქვს ძალიან დიდი კონკურენცია და ეხლა კონკურენტები უტევენ და დაალაგდება ეს მისი საქმიანობა, ვნახოთ, დაალაგდება. გაურკვეველია ჯერ, ახალი მთვარის შემდეგ დაბალანსდება, კი ბატონო, და მერე მოვა თქვენთან. ნუ აქ ხა ჩანს რომ ნამდვილად ნება აქვს ძალიან დიდი. კი ბატონო, ისევ სტაბილურად გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა, რომელიც რაღაც მომენტში აი უხეშობდა თითქოს ბოლო პერიოდში ან არ გამოდიოდა კონტაქტზე, ან თუ ესეთი რაღაცა იყო, რომ გეგონათ რომ აი რაღაც ყველაფერი კარგად მიდიოდა და უცებ გაქრა ან რაღაც. აი ეს მომენტია რა.
ძალიან აფურიაქებულია ეხლა. აქ ჩანს კონკურენტებთან რაღაცა დაულაგებელი სიტუაცია. ადამიანი მიდის საბრძოლველად, რაღაცის დასამტკიცებლად და იქიდან უტევენ და ხვდებიან ეს ჯოჯოები, ჭინკები. და თამთვარე, ესეც რაღაცა აი ამ ბოროტ ძალასთან მებრძოლი. მაგრამ გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ძლიერია და თქვენ გამოდიხართ ძალიან კარგად მის თვალში, თვითონ ფიქრობს, რომ თქვენ ხართ იდეალური ქალი. აუცილებლად გამოვა კონტაქტზე, როგორც კი განათდება და განათება იქნება ძალიან მალე დაუსტაბილურდება სიტუაცია. მას აქ კიდე მხარდაჭერა მისი წინაპრებიდან, ან შთამომავლობა აქ ისეთი, ან გენეტიკა, ან საგვარეულო, არ ვიცი, ან სანათესაო, აი ეხმარებიან და აი ამ სიტუაციას გაურკვეվել სიტუაციაში რო არის, მუშაობს ბევრს, ხლაფურთობს, გაარკვევს და ისე დატრიალდება ყველაფერი. ძლიერი თვითონ არის, უნდა რომ იყოს სულ ესე იგი გამარჯვებული, გამოჩნდეს და როცა ვერ აღწევს ამ მიზანს, ან არ გამოსდის რაღაცა, მაშინ რო იტყვიან აი ყველაფერი ავიწყდება, ოღონდ ესე გამოჩნდეს. ეგო აქ რა ძალიან მაღალი. და თქვენ რას გირჩევდათ ამ ადამიანთან დაკავშირებით? თქვენ რას გირჩევდათ? ღირს ამ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება. ხედავთ, რომ ძალიან ეგოა გაწეული. მე მაგარი ვარ, მე ისეთი ვარ, მე ასეთი ვარ. თქვენთვის ცოტა მძიმე იქნება ეს, ჯერ კიდე დამკვირვებლის პოზიციას გირჩევთ კარტი, შეხედეთ, დააკვირდით, თქვენ დაიჩრდილებით ამ ადამიანთან. მაგრამ სამაგიეროდ იქნებით, როგორ სიტუაციაში ფინანსურად გექნებათ ყველაფერი. ფინანსური მხარე გექნებათ ყველანაირად, მაგრამ როგორც პიროვნება დაიჩრდილებით, იმიტომ რომ პირველ ადგილას იქნება იმისი rules, მისი პრიორიტეტი იქნება უფრო იმპერატორი ამოდის რა, მე ასე მინდა, მე ასე მსურს, მე ესე მომწონს, მე ესე ვთქვი და თქვენ გაწყობთ ეს? აი ამას მეუბნება. კარტი რა არის? პროგნოზირებაა, ხო? თქვენ წვიტავთ თქვენ ცხოვრებას, ჩვენ უბრალოდ აქ ვიგებთ ინფორმაციას, ხო? მოკლედ, სასიამოვნო იყო თქვენთან ურთიერთობა, კიდევ ერთხელ მადლობა, დამილაიქეთ, მოიწონეთ, მომწერეთ და გავაგრძელებთ თქვენთვის სასურველ თემებზე ვიდეოების ჩაწერას. აბა თქვენ იცით. დროებით.